ევროპის ქალთა საჭადრაკო ჩემპიონატის სასტუმროს შედარებით დღეს საზეიმოდ მოდგაიხსნა. კონტინენტის პირველობა თბილისში ხვალიდან დაიწყება. შეჯიბრება შვეიცარიული სისტემით 11 ტურად ჩატარდება და გამარჯვებული 18 მაისს გამოვლინდება. ტურნირში მონაწილეობას 26 ქვეყნის 134 უძლიერესი მოჭადრაკე ქალი მიიღებს. ქართველი მასპინძლის უფლებით ისარგებლებენ და შეჯიბრებაზე 56 ქართველი გამოვა. ევროპის ჩემპიონატის საპრიზო ფონდი 110,000 евро იქნება. ასპარეზობის მთავარი მსაჯი ეგზის ოლიმპიური ჩემპიონი ანა ალექსანდრია. ტურნირის მაღალ დონეზე მასპინძლობა სპეციალური კომიტეტი უზრუნველყოფს, რომელსაც თბილისის მერი გიგი უგრუვავა ხელმძღვანელობს. სპორტის ეს სახეობა და განსაკუთრებით ქალბატონებში უკვე ტრადიციულად ჩვენი ქვეყნისთვის ერთ-ერთი საამაყო სპორტის სახეობას წარმოადგენს. ამიტომ ერთგვარად დაგვიანებულიცაა და გარკვეულწილად შეცდომის ესე ვთქვათ გამოსწორებაც, რომ სწორედ თბილისში ტარდება ასეთი რანგის ღონისძიება. პირველად ევროპის ჩემპიონატის ისტორიაში საპრიზო ფონდი არის 110,000 евро. ამხელად საპრიზო ფონდი არასდროს აკეთებულა და მნიშვნელოვანია და პირველი წარმატება მინდა უშუალო ჩვენს მონაწილეებს და ასევე მინდა აღნიშნოს საკმაოდ კარგად არის ორგანიზებული ეს ყველაფერი, რაშიც ქალაქის მერმა და მერიამ დიდი ხილი შეუდგა. Европейская ассоциация шахматистов приняла решение по проведению გადაწყვეტილება, რომელიც მსოფლიო და ევროპის შადრაკის ფედერაციებმა ერთობლივად მიიღეს, დარწმუნებული ვარ, სწორი ნაბიჯი იყო. საქართველოს საჭადრაკო ტრადიციების ქვეყანაა და ამჯერად ყველაფერი მაღალ დონეზე ჩაივლის. თანაც ტურნირს პატრონას ქალაქის მერია უწევს. ევროპის სამგანჯგრაკები და მონაწილეები შეგავახებთ. რეიტინგის პირველ ნომრები, ანუ მეც არიან ევროპის ჩემპიონები, საფრანგეთის ჩემპიონები გაუწეს, რომელსაც პრომზამენზლერი ტურნირი არის და ეს მოყოლეთ ვწდები რომ ბოლო დავიხარჯე და ჩვენ ჩემს საზოგადოებრივ პრობლემზე. ძალიან სასიამოვნოა თბილისში სტუმრობა, მჯერა ყველაფერი მაღალ დონეზე ჩატარდება. ულამაზესი ქალაქი თბილი და სტუმართმოყვარე ხალხი მგონი დამეხმარება შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოვავლინო.